მხედრიანი მკვლელობები, ბოროტები, ტერორისტული აქტები გაქცევა ძველი საქართველოდან და დაბრუნება უკვე სააკაშვილის ქვეყანაში. პოლიტიკური რეჟიმის საყრდენად მობილიზებული დაკარგული თაობა და გაბიზნესებული რეკეტი, უცნაური კავშირები ხელისუფლებაში და ქუჩაში. ვაჭრობა მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშებით, ყველა ამ თემის ირგვლივ რურუების გვარი ფიგურირებს. ვისაც დღევანდელი კულტურის მინისტრის ნიკა რურუას და მისი ძმის გიორგი იგივე ჟორიკა რურუას შესახებ საუბარი შეუძლია, ან მკვდარია, ან მათი მეგობარია, ან ეშინია და საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ნიკა რურუამ, როდესაც მას ინტერვიუ ვთხოვეთ, უარი თქვა კომენტარზე და გადმოგვცა, რომ დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ მის გვართან დაკავშირებულ ყველა მოვლენას, რადგან არ სურს ჩვენთან ურთიერთობის სასამართლოში გაგრძელება. მას ასე დიდი სიფრთხილით გაკეთებული რურუების ანატომია. მანდეს პანიკა დაწყნარდა თუ არა? საფუძვლიან პანიკა იყო რაღაც. პანიკა. უნდა გაიფრთხილება იმას, ქვემოთ წარწერა გაიგეთებია, რომ იმიტაცია არ გააფრთხილეს ამ სირენ. მაგრამ მეორე მხრივ სცენარი დახარდეს, რაც ზუსტი იყო აბსოლუტურად. რაც მართლა იგივეა. მართლა სცენარი იგივეა. ხო, მაგრამ მასობრივი პანიკის გამოწვევა პანიკაზე. ამ სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით ნიკა რურუა მიხეილ სააკაშვილს ჭკუას არიგებს. ფინარიან ძმები რურუები, ვინც საკუთარ თავს პრეზიდენტის დარიგების უფლებას აძლევს და ვისაც პრეზიდენტი თავის მხრივ ყველაფრის ნებას რთავს. რურუების ისტორია 90-იანი საქართველოდან იწყება. მხატვრის ოჯახში დაბადებული ძმები ქართული არეულობის დროს ქურდული პოლიტიკის ფუძემდებლის ჯაბა იოსელიანის გვერდში აღმოჩნდნენ და მის სამგანზომილებიან ობიექტივშიც მოექცნენ. მხედრიონელებიდან ნიკუშა რურუა, გია სვანაძე, გიგა არველაძე არიან. ბიჭებო, დღეს როგორმე უნდა გავცლოთ, ხვალიდან დედას ვუტირებთ, ვკითხულობთ იოსელიანის წიგნში. თანამედროვეობისთვის უცნაურად გამოიყურება სახალხო დამცველის ანგარიშში კულტურის მინისტრის და მისი უკვე ბიზნესმენი ძმის დახასიათება. ნიკოლოზ რურუა საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ძმასთან გიორგი ჟორიკა რურუასთან ერთად ნიკოლოზ რურუა 1991-92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების დროს ხელმძღვანელობდა არაფორმალური შეიარაღებული სამხედრო ფორმირების მხედრიონის ერთ-ერთ დანაყოფს, ეგრეთ წოდებულ ბოროტების საძმოს. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში, ასევე 93 წელს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო ომში. მარცხით დასრულებულ ომებს კანონზომიერი იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობა მოხდა. აქედან ერთ-ერთი სფერო იოსელიანთან ერთად რურუების გავლენის ქვეშაც მოექცა. დამარცხებული ომის ნაბახუსებზე ბრძოლა თბილისის საძმოებს შორის გაგრძელდა და 1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოსთან ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორია დატრიალდა. დღის მეორე ნახევარში თავს დაესხნენ თორაძეების მანქანას. ადგილზე დახოცეს თორაძეების დედა, მამა და 3 ძმა. რამდენიმე ხანში ერთ-ერთი ძმა გაუჩინარდა მოსკოვში. მეორე ძმა ერთ წელიწადში ასევე გარდაცვლილი იპოვეს. ერთ დღეს თორაძეების სახლიდან 5 მიცვალებული გავიდა. მალევე კი აღმოჩნდა, რომ ოჯახის 7 წევრი დაღუპული იყო. თორაძეების მეგობრის გელოვანის რესპუბლიკური საავადმყოფოს 300-ე პალატაში მომხდარი მკვლელობა კულტურის მინისტრის ძმას გიორგი იგივე ჟორიკა რურუას წაუყენეს ბრალად. იოსელიანი, სიხარულიძე, ყურაშვილი, ბენდელიანი, კოსტავა, დევდარიანი, ძმები მახველაძეები, ერლო მახვლედიანის ცოლი. ეს იმუგზოუკლოდ გაუჩინარებული თუ დახოცილი ახალგაზრდების არასრული სია, ვის გარშემოც რურუების სახელს ყველაზე ხშირად ახსენებენ, თუმცა 1994 წელს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობა მოხდა, რომლის შემსრულებლებად რურუებს პირდაპირ ასახელებდნენ.
ირინე სარიშვილი, რომელიც თავდასხმის დროს მეუღლესთან გია ჭანტურიასთან ერთად იყო მკვლელებს შორის ჟორიკა და ნიკა რურუას ასახელებს. ცოტა ხნით ადრე ჭანტურიას მკვლელობამდე საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს პოლიციის გენერალი გია გულუა. ედუარდ შევარდნაძე გამოდის. იმავე წუთში გამაყრუებელი აფეთქების ხმა ისმის. რუსთაველის პროსპექტის მთელ სიგრძეზე შეძერწუნებული ხალხის სხვა მორბის. უკვე 1995 წელს იმელის შენობასთან განხორციელდა ტერაქტი მაშინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე. ნიკა რურუა უკვე ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ამ ფაქტის შემდეგ კი მისი ძმა ძებნილად გამოაცხადეს, ხოლო საძმოს წევრების დიდი ნაწილი ციხეში აღმოჩნდა. ეს არის მაგათი ბოლომცდელობა ტერორისტული აქტის. ამ აქტის შესრულების თავიც არა აქვს. მაგ უბედურებს. საწოდები. ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებული ნიკოლოზ რურუა სათანამშრომლოდ საქართველოში ზურაბშوانიამ დაპატიჟა. არაოფიციალური ინფორმაციით 2002 წელს ძებნილი ჟორიკა რურუა ესპანეთის პოლიციამ საპასპორტო რეჟიმის დარღვევისთვის დააკავა, რასაც მისი თბილისში ექსტრადირება მოხდა. ჟორიკა რურუა თბილისში უკვე მაშინდელმა თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა დავით კეკუამ დააპატიმრა, რომელიც 2005 წელს ნიკა რურუას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დააკავეს, ხოლო 2007 წელს კეკუა 25 ოქტომბერს საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. კეკუას ოჯახი არ ეთანხმება ძიების თვითმკვლელობის ვერსიას და კეკუას მკვლელობის დამკვეთებად ძმებ რურუებს ასახელებს. მათი განცხადებით, ჟორიკა რურუამ კეკუაზე დაკავებისთვის შური იწია. ზოგადად რურუების პოზიციების გამღარება სააკაშვილის კარზე მისივე გუნდის ყოფილი წევრები ოქრუაშვილის წასვლასაც უკავშირებენ. მიხეილ სააკაშვილს ბავშვობიდან აწუხებდა დაჩაგრულობის კომპლექსი და მას მუდმივად ესაჭიროება გვერდზე ადამიანი, ვინც მას ბიჭებისგან დაიცავს, ამბობენ ისინი. ეს როლი რურუებმა წარმატებით მოირგეს. 2007 წლის 7 ნოემბერს მიშა დაცული იყო. იმედის ჟურნალისტმა ერთ-ერთმა მოუწოდა, რომ ეხლა დროა რომ პარლამენტში შევიჭრათო. იყო ყოველად უპასუხისმგებლო განცხადებები, ყოველად ეს მოხდა ღია ეთერში და ეს გავიგონე ჩემი ყური. $2007 წლის 7 ნოემბერს აქციის მონაწილეების დამრბევებს და ტელეკომპანია იმეჩი ჩატარებული სპეცოპერაციის შემსრულებლებს შორის ჟორიკა რურუას ზონდერებზე განცხადება არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა. ამ ფაქტის გამო ჟორიკა რურუა სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა. ამ ფაქტების შემდეგ რურუები მხოლოდ ბიზნესთან და კულტურასთან ასოცირდებიან. პიკასოს ცისფერი ქალი, ვან გოგის მამის პორტრეტი, ბრილიანტები, შუამდინარეთის პერიოდის ოქროს ქანდაკებები და მილიონებად შეფასებული სხვა ძვირფასეულობა. ამ ქალბატონის ინფორმაციით საქართველოში ერაყიდან, ქურთების პროვინციის, თურქეთის და აზერბაიჯანის გავლით უნდა შემოსულიყო. ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებული იყო ძვირფასი ნივთების ყიდვა-გაყიდვით, შუამავალმა ვინმე ზაზა ჯაფარიძემ ერაყში წაიყვანა. სწორედ მისგან ხდება ცნობილი, რომ ნივთების გადმოსატანი ტრასის კონტროლში ჯაფარიძეს ყოფილი სამხედროები გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე ეხმარებოდნენ. როგორც ეს ქალბატონი ამბობს, ამ გზის მაკონტროლებელი მთლიანი სინდიკატი ერაყელი, ქურთი, თურქი, აზერბაიჯანელი და ქართველი
ყოფილი სამხედროებისგან შედგება. გარიგება პიკასოს და სალვადორ დალის ნახატებს ეხებოდა, რომელთა საერთო ღირებულება 47 მილიონ ევროს შეადგენდა. დაინტერესებული პირთა ჯგუფი ერახში წავიდა. მათ ახლდათ ასევე ყოფილი სამხედრო კობა ოთანაძე. აღნიშნული პირები გარიგებაში ოთანაძის მეგობრის გია კრიალაშვილის სახელითაც მოქმედებდნენ. კრიალაშვილი გადადიოდა თუ არა, მე არ ვიცი, იმიტომ რომ მე ეს პიროვნება არ მინახია ესე. ესენი ახსენებდნენ სულ კრიალაშვილს. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ რო ქვაზე ვიყავით და ერთი თვე გავჩერდით იქ, ანუ ეს ყუმბარა ბოდოში რაც ხელში მაქვს, ერთი თვე გავჩერდით იქ, კრიალაშვილმა დაურეკა ოთანაძეს და ოთანაძე სულ 2-3 დღით იყო კიევში გადაფრენილი. იქედან და ისევ დაბრუნდა სლობში. ამ ქალბატონს ზემოთ ნახსენებ ძვირფასეულობაში ბეს სახით შუამავალმა საზა ჯაფარიძემ დიდი თანხა გადაახტევინა. თითქმის 2 წლიანი ლოდინის შემდეგ 2009 წლის აპრილში ირკვევა, რომ გარიგება სხვა პირებთან შედგა და საქმიდან მიღებულმა მოგებამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცა ჯაფარიძე ამ ქალბატონს თანხას არ აძლევს და ეუბნება, რომ მის უკან ჯარი დგას. კი, 22 მილიონი ჯარისთვის მჭირდებაო. და ეს ჩვენებებში წერია, ჩემ ჩვენებებში, ყველა ჩვენებაში წერია ის, რომ ეს კაცი იძახდა სულ ამ თანხას ხაზს უსვავდა და ეს არაერთ ადამიანთან აქ და ნათქვამი ეს თანხა და კონკრეტებული, ასევე არაერთ ადამიანთან აქ ნათქვამი, რომ საკმაოდ ძლიერი ზურგი და მე სადაც არ უნდა შევიტანო ეს საჩივარი, ყველგან ყველა დონეზე მომერევა. ნუ მე შედის პრინციპში ესეც ხდება, ხო? და მაშინ დაუკონკრეტე მეუთხარი კი, მაგრამ მეთქი 22 მილიონიდან მეუთხარი რა გახდა მეთქი, რომ მაგასაც ჩემ მეგობას რაც ეკუთვნის, ის უნდა მიცეთ მეთქი, ხო? ხო და არა, კიო, ეგ თანხაო, რა თქმა უნდა 22 მილიონია დარჩაო, მაგრამ მაგის უკან ჯარი დგასო. რა ჯარი მეთქი მეუთხარი. ნუ ეხლა ეგეთი რაღაცებია, ხო იცით, ისეო არ ხდებაო და ნუ შემიწყვიტა მე ლაპარაკი და მეუთხარი, ხა ეგ არ მაინტერესებს მეთქი, მაგრამ ცოტა არ იყოს შევშინდი, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა ფაქტიურად არასოდეს არ წამოსდენია მაგას. ყოველთვის ისეთი შენიღბული იყო, რომ ეჭვი არ შემპარვია არასდროს რა, არაფერში. და მე თქვა უკვე რომ ჩიხში მოექცა, რომ იცოდა რომ მე ვიცოდი უკვე ყველაფერი, ხო? მე თქვა რომ არ არისო პრობლემაო, ბიჭებს უნდა შევხვდეო, კიდევ ესევე ახსენა ეს ბიჭები, უნდა შევხვდეო ამ ბიჭებსო. და რა ბიჭებს რაზე უნდა შეხვდნენ, ხა რა ის არის მეთქი და არა ოთანაძის საპროცესო გარიგებასთან დაკავშირებით ბიჭებს უნდა შეხვდეო, ეს იყო ზუსტად მაგის სიტყვები და ამ ჩემ მეგობრაზე თქვა, მაგის საქმესაც მივაყოლებო. არ გამკვირვებია მიყოლებაში თქმა, იმიტომ რომ მოგება როგორც თვითონ იძახდა 22 მილიონი უნდა დარჩენილიყო, ხო? რატო გამიკვირდებოდა? ამ წუთში რა სიტუაცია ამ ამბოხის თუ არეულობის მონაწილეთა ლოკალიზაციის კუთხით? ამბოხის ყველა მონაწილე ხელში მაქვს თავდაცვის სამინისტროს ამ დანაყოფით. ყველა ან დაკავებული, ან ჩაბარდა, ან ექვემდებარება და ემორჩილება სამინისტროს ხელმძღვანელობას. 2009 წლის 5 მაისს ცნობილი ხდება, რომ კობა ოთანაძე და გია კრიალაშვილი არ შემდგარი სამხედრო ამბოხის გამო იძებნებიან. 2009 წლის 17 მაისს მოტყუებული ქალბატონი კობა ოთანაძის მეგობარ საზა ჯაფარიძეს ხვდება, რომლისგანაც იგებს, რომ ოთანაძე და კრიალაშვილი ლიკვიდირებულები არიან. ჩემი მეგობარი კითხულობდა იმ ერთ-ერთ პიროვნებას. ანუ კერძოდ ოთანაძეზე ქონდა აქცენტი, რომ ჭირდებოდა მასთან შეხვედრა. და რამდენიმე შეკითხვის მერე ამ პატივცემულმა უთხრა, რომ იცი რაო, მე მგონიო ეგენიო ლიკვიდირებულები არიან. ეს ყველაფერი ნათქვამი ქონდა მაგას სადღაც 17 რიცხვამდე. ჯაფარიძისგან განსხვავებით საზოგადოებისთვის მხოლოდ 21 მაისს ხდება ცნობილი კრიალაშვილის მკვლელობის და ოთანაძის ჩაცხრილვის ამბავი. ამბოხებულების აყვანის რამდენიმე წუთში დაგეგმილ სპეცოპერაციას კი რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მობილიზებულად ესწრებიან დეპუტატი გივი თარგამაძე, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ქალაქოებიდან თქვენს თარგამაძე, მერაბიშვილი და კრიალაშვილის და ოთანაძის ოჯახის წევრებთან შემდგარი პირადი საუბრებიდან ცნობილი ხდება, რომ კრიალაშვილი საკმაოდ ახლოს იცნობდა რურუებს და მათ მეგობარ ზარალას, იგივე გიორგი რამიშვილს, ხოლო ოთანაძის ოჯახმა არსებული ძვირფასი ნახატების ისტორიაც იცოდა და კობას ერახში ხშირი ვიზიტების თაობაზეც ინფორმირებული იყო. ერახიდან გადმოსატანი ტილოების საქმის კურსში იყო, ასევე ახლანდელი კულტურის მინისტრი ნიკა რურუაც.
არა რურუა რო საქმის კურსში იყო რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი იყო საქმის კურსში რო ეს მოხდა იმიტომ რომ მე 2009 წელს ივლისში მქონდა მის მოადგილესთან შეხვედრა და აი როგორც თქვენ გიყვებით ესე მოუყევი ყველაფერს ამიტომ რურუა საქმის კურსში იყო აი ეს ფაქტები მოყოლილი მაგ აი ესე ვიჯექით ამ საუბარს ესწრებოდა ჩემი აი მეგობარიც 2009-ში ხდება 9-ში კი რა თქმა უნდა იცოდა ეს ყველაფერი ივლისში ბოლოს აი უკვე რო უკვე აღძრული იყო საქმე. იგივე დალის და პიკასოს გამოხდა. არ ყოფილა და ვთქვი იქაც ვთქვი მე რომ ამას მოყვება დალი ეს ყველაფერი. აი ზუსტად აი ესევე ეს არ მეუთხარი პროსტე გზა გაიჭრება და აი გზის გაჭრას მოყვება მე ესე რიგით პირველი რიგით მეორე რიგით მესამე. ნუ ამას ეხა ყველაფერს რა თანხებზე ლაპარაკი? მე ძალიან დიდ თანხებზე ლაპარაკი. ეს 100 მილიონი. არ 47 მილიონზე იყო ლაპარაკი 2 ნახატზე. გრიელაშვილის მკვლელობიდან და ოთანაძის აყვანიდან 9 დღეში სიღნაღში პაბლო პიკასოს გამოფენა გაიმართა. არალეგალური ნამუშევრების ქვეყნიდან გასატანად კი გასაყიდი ტილოს ავტორის გამოფენის ჩატარება. გამოფენის დასრულების შემდეგ გაყიდული ტილოს მთლიან კოლექციაში შეყვანა და ქვეყნიდან გატანა დაკარგული ნივთის ლეგალიზაციის საუკეთესო საშუალებაა. აქ არის ნახატების გაფორმება, ლეგალიზაცია და აქ არის დაზღვევის თანხები, გასარკვევი, ხო კიდე? ასევე მოეწყო სალვადორ დალის გამოფენა წინანდალში 2010 წლის 7 აპრილს Silk Road Travel-ის ორგანიზებით. ანატომიის რესპონდენტის მიერ მოწოდებულ საბანკო ქვითრებზე კი ტილოებთან დაკავშირებული გადარიცხვების მიმღებ ბანკად სწორედ Silk Road ბანკია დასახელებული. Silk Road-თან ასოცირებული ზარალა იგივე გიორგი რამიშვილი რურუების მეგობრად კი არაერთ საინფორმაციო წყაროში სახელდება. ანატომიის რესპონდენტმა საკუთარი თანხის დასაბრუნებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ზაზა ჯაფარიძის მიერ თანხების თაღლითურად მითვისების ფაქტზე საქმე აღძრეს, თუმცა როგორც ეს ქალბატონი აცხადებს, საქმე ამის შემდეგ შეჩერებულია. არსებობდა თუ არა ეს ტილოები საერთოდ. რატომ იცოდა ამ პირმა 21 მაისამდე კრიელაშვილის და ოთანაძის ლიკვიდაციის ამბავის 3 დღით ადრე? ვინ აიღო და არსებობდა თუ არა 22 მილიონი? რატომ არ ინტერესდება ძიება ადამიანით, რომელიც მათივე ინფორმაციით სამხედრო ამბოხებისთვის ბრალდებული ოთანაძის ახლო მეგობარია? და ბოლოს, რატომ სთხოვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით დაზარალებულ ქალბატონს ძმებ რურუებზე ინფორმაციის მოგროვება? მოვიდა პიროვნება, ის პიროვნებაც ალბათ მე დასახელდება, თუ გინდა თქვენ ის ნანაც შეგხვდებათ და იყო დასახელებული ესე რომ რურუა დაასახელე. მე რატომ უნდა დამესახელებინა? ვერ გავიგე რურუა. ვიდეთო. შენ ჟუჩოკი დაიმაგრეო. დაელაპარაკე, გამოიწვიეო ლაპარაკზეო, რომ იქნებაო რურუა ახსენოს. ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ კატეგორიულად უარი ვუთხარით რა. რატომ უნდა ეხსენებია მაგალითად ამას, ხო? და თვითონ ამ ადამიანს მიცეს შემოგთავაზოთ, ქონდა თუ არა რამე ურთიერთობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან ძალოვარ რომელი მეუწყებასთან? რა თქმა უნდა, კი, ხონდა. რატომ არის დაინტერესებული ვანო მერაბიშვილის უწყება რურუებით? იქნებ ბიზნესის გამო. ბიზნესში რურუების გვართან დაკავშირებული კომპანია 1995 წელს ჩნდება გრეკო ცენტრის სახელით. აქ მითითებულია, რომ ფირმის 100%-იანი წლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა. მისამართად ნოცუბიძის ქუჩა ნომერი 1 სახელდება. 2005 წელს იგივე მისამართზე ოდნავ შესრულების სახელით ფიქსირდება ნავთობკომპანია გრეკო, რომლის 100%-იანი წლის მფლობელი გრეკო ჯგუფი საქართველოა. გრეკო ჯგუფი საქართველოს წარმომადგენელი კი გიორგი რურუა ბრძანდება. 2006 წელს ჩნდება რურუას მეგობრის საზულე ჩაჩავას საცხოვრებელი სახლის მისამართზე რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანია შპს ბესტი, რომელთა მეწინეებს შორის გიორგი რურუა და არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავა გვხვდებიან, თუმცა გეგენავები M გრუპის ეგიდით აქ კიდევ დამატებით წილს ფლობენ. მოგვიანებით 2010 წელს ბესტში პარტნიორთა წილები იცვლება, მაგრამ რურუას გვარი ჩნდება ისევ გეგენავების და M გრუპის გვერდზე, ამჯერად კომპანია შპს ჰორეკას აქციონერთა სიაში. კულტურის მინისტრის ძმის გვარია მითითებული გეგენავასთან და M გრუპთან ერთად კიდევ ერთი კომპანიის გრანდის აქციონერთა სიაში. 2009 წელს რურუას გვარი ჩნდება კვების ობიექტების კომპანიის 2 წუთის აქციონერთა სიაში, თუმცა ამბობენ, რომ რურუების ბიზნესი მხოლოდ ამ საჯარო ინფორმაციით არ შემოიფარგლება და ისინი ბიზნესის კეთების ექსკლუზიური პირობებით სარგებლობენ. ექსკლუზიური პირობების პაკეტში შევიდა სწორედ თბილისის იპოდრომი და ჟოკეი კლუბი, რომლის დამფუძნებლებს შორის ასევე ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა. ადამიანები, რომლებიც არიან ფინანსური საყრდენი ნაციონალური მოძრაობის და პირადად მიშა სააკაშვილისთვის, მისი ფინანსური საყრდენები, არ არიან ექსკლუზიურად რომელიმე ერთ კონკრეტულ ბიზნესში.
და არც ესე არ არის რომ რამე ვინმესთვის ჩაბარებული აქვს. აქ ყველაზე კარგად ჩანს უნდობლობა. ბოლომდე ამ ადამიანებს ერთმანეთის უნდობა არ აქვს. ამიტომ ყველგან ერთმანეთს აკონტროლებენ. თითქმის ყველა ბიზნესში ისინი ერთმანეთის ბიზნეს პარტნიორები არიან. იმისაც რომ ერთი რგოლი რომ ჩავარდეს, მეორე რგოლი იყოს გარანტიულად. ასე მოვიდა გიორგი რურუა ამ ბიზნესში. დღევანდელი ქართული ხელისუფლების ერთ-ერთი დასაყრდენი სწორედ ძირითადად და ხშირ შემთხვევებში ასეთი ადამიანები ხდებიან. ადამიანები გატეხილი სახელით და ძალიან მძიმე რეპუტაციით. იგივე ზარალას ისტორიაც ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისი იქნება. სააკაშვილის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი სწორედ ისეთი ხალხია, ვინც პრაქტიკულად ვერასოდეს ან ძალიან კრიტიკული მომენტი თუ არ დადგა, ვერ გაბედავს მის წინააღმდეგ წასვლას, ვერ გაბედავს თედმეტი სიტყვის თქმას, ყოველთვის იქნება მორჩილი, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასაკარგი, იმიტომ რომ მის შესახებ ბევრი რამე არსებობს. ისინი იგებენ ტენდერებს, ისინი იღებენ ყველანაირ ლიცენზიას, ისინი იღებენ ყველანაირ ნებართვებს, აბსოლუტურად უპრობლემოდ და ყოველგვარი რაიმე განსაკუთრებული დაბრკოლებების გარეშე. ისინი ცხოვრობენ ჩვეულებრივი ადამიანების ხარჯზე. ამ ფინანსურ პირამიდებში, ბიზნეს პირამიდებში, რომელიც სახელისუფლებო ოჯახების მიერ არის შექმნილი, ყველაზე კარგად ჩანს ბუნება ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ერთის მხრივ შიშზეა დაფუძნებული, შიშზე გაურკვეველი მომავლის, შიშზე რომ არიციან ეს როდემდე იქნება, ამიტომ რაც შეიძლება ბევრი უნდა მოასწრონ და ყველგან უნდა იყვნენ, ყველგან უნდა თავისი სასაცები ქონდეთ, რომ რაც შეიძლება დიდი შემოსავალი დააგროვონ, რომ მომავალი გარანტირებული ქონდეთ და მეორეს მხრივ აბსოლუტურ უნდობლობაზე ერთმანეთის მიმართ. და ამიტომ უნდა იყვნენ ყველგან ყველანი, აი ეს მცირე ჯგუფი ადამიანების, რომელიც უცბად არაფრიდან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრაქტიკულად ქვეყნის მეპატრონეები გახდნენ. პორტფელიანი კანონმდებელი გაცილებით მეტს მოიხვეჭს, ვიდრე ათასობით შეიარაღებული ნიღბიანი მძარცველი ერთად. მარიო პიუზო. უცნაურია, როდესაც საჯარო მოხელეები თავს არიდებენ მათ პიროვნებასთან დაკავშირებით გაშენილ შეკითხვებს. ასე მოხდა ახლაც და ეს უკვე ხელისუფლების ნაციონალურ ანატომიურ ტრადიციად იქცა. კარგი იქნებოდა მეგვეღო პასუხი, რასთან გვაქვს საქმე. ელიტურ თუ მენტალურ კორუფციასთან, რომლისგანაც ვერც ხელისუფლება და ვერც ქართული საზოგადოება ჯერ ვერ გათავისუფლდა. სწორედ ამ მენტალური თუ ელიტური კორუფციის მორიგი რგოლის ანატომიას შემოგთავაზებთ მომავალ კვირას. მანამდე იფიქრეთ საკუთარზე.